ამ ვიდეოში ნახავთ თუ როგორ ვითამაშოთ Minecraft-ი უფასოდ მეგობრებთან ერთად და მოდი დავიწყოთ. პირველ რიგში შევდივართ Google-ში და ვწერთ Aternos. როცა შევართ საიტზე, ენა გადაგვყავს ქართულ ენაზე, რომ უფრო გასაგებად და მარტივად ავხსნათ. შემდეგ ვაწვევით ითამაშე და რეგისტრაციას. თუ დარეგისტრირებული არ ხართ. წერთ სასურველ სახელს. ახლა მე მაგალითად დავიწერე MangPie. და ეს ტიჭკები ორი უნდა მოვნიშნოთ. შემდეგ ვაწვევით, აქ უკვე ვწერთ სასურველ parolls და უნდა გავიმეოროთ parolli. მესამე სვეტში კი ვწერთ emails და რეგისტრაციას ვაწვევით. დავრეგისტრირდით, ეხლა კი უნდა შევქმნათ სერვერი. ვაწვევით სერვერის შექმნას. და ისევ შექმნას ვაწვევით. სერვერი უკვე მზად არის, მაგრამ ეხლა უკვე უნდა გავასწოროთ ვერსია და პარამეტრები. უნდა ჩამოვწიოთ დაბლა და აქ ვერსია რო აწერია, ის უნდა შევცვალოთ ჩვენ სასურველ ვერსიაზე, რომელ ვერსიაზეც გინდათ რომ ითამაშოთ. ვაწვევით და ეხლა მე მაგალითად 1.21.5 დავაწვევი და თავიდან დაინსტალირებას ვაწვევით. სერვერი უკვე გადასულია 1.21.5-ზე. ეხლა გადავდივართ პარამეტრებში. და ეხლა აქ რას ვაკეთებ? პირველი ადგილი, რამდენი კაცი შეიძლება თქვენ სერვერზე შემოსვლა? აქ მითითებული არის 20, მაგრამ თქვენ შეგიძლიათ რამდენი გინდათ იმდენი ჩაწეროთ. მე მაგალითად ეხლა ჩავწერ 5. შემდეგი გადარჩენა, შემოქმედებით აქ გადასავალი და მაყურებელი, ანუ survival-ი, creative-ი, ესა hardcore-ი და ისა ქვია spectator-ი. აქ უკვე რო წერია გატეხილი, ეს ნიშნავს, რომ მაგალითად როცა IP-ს ჩაწერს ადამიანი, ყველა შეეძლოს თუ არა შემოსვლა, ვისაც არ აქვს პრემიუმი. მაგას ნიშნავს. და როცა ეს რო აწერია ვაცა გამონაკლისი ნიშნავს, რომ გამონაკლის ადამიანებს შეიძლება შემოსვლა. მაგალითად ეხლა განახებთ, შევდივართ მოთამაშეები და გამონაკლისებში. აქ ჩავწერთ იმ ადამიანის Minecraft-ის სახელს, რაც აწერია, ვინც გვინდა რომ სერვერზე შევიდეს. მაგალითად ჩვენი სახელი Minecraft-ის. აი მაგალითად ჩავწერ MangPie-ს და მარტო აი ამას შეიძლება შემოსვლა. მაგრამ მე ხა მაგალითად თუ გინდათ რამდენიმე კაცი შემოვიდეს, უფრო მარტივი არის რომ გამორთოთ გამონაკლისი და ჩართოთ გატეხილი. ახლა უკვე გადავდივართ სერვერის სახელზე და რა იქნება BIOS-ში მიწერილი. მაგალითად ეხა აქ ჩვენ დავწეროთ გამოიწერე არხი, მაგალითად გამოიწერეთ არხი და მოვნიშნოთ წითლად ეს. მოვნიშნოთ დაწერილი და გადავწითლად და დავსეივოთ. აქ შეგვიძლია ასევე სურათ შევცვალოთ სერვერის, აი მაგალითად რამ სურათს დავაყენებ ეხა. შეგვიძლია გადმოიწეროთ სურათი და მე ჩასვათ. მაგალითად იყოს კრიპერის სურათი. აი ესეც შეინახა. მორჩა სერვერი უკვე მზად არის. ეხლა უნდა ჩავრთოთ და შევიდეთ. დავაწვევით დაიწყე და ვეთანხმებით. დაველოდებით ცოტა ხანი და სერვერი ჩაირთვება. სერვერი ჩაირთო. ეხლა უკვე შევდივართ Minecraft-ში იმ ვერსიაზე, რა ვერსიას გვაქვს მითითებული. პირველ რიგში ვასეივებთ მისამართს, აი კოპირებას ვაწვევით. შევდივართ თამაში, ვაწვევით დამატებას, დაკოპირებულს ვსვავთ და მზადაა ვაწვევით.
და უკვე შევდივართ ჩვენს სერვერზე. როდესაც შევართ სერვერზე, უკვე შეგვიძლია ვითამაშოთ survival-ი, შემოვიყვანოთ მეგობრები და ერთად განვითარდეთ. თქვენ გამოიწერთ არხი და დალაიქეთ ვიდეო. შევხვდებით შემდეგ ვიდეოში.